ცოტა ხნის წინაშე თავის გემოვნებით გამოვიდა პოდკასტის საუკეთესო სტუმარი, ვინც იყვნენ. მაგრამ ახლა მაინტერესებს 5 ვერსიაა, ქართულიც, არაქართულიც, ვინ იქნებოდა პოდკასტის საუკეთესო სტუმარი, ვინც არ ყოფილა. ჯიმხე. და რატო? მახარა გაუგებდა კარგად ძალიან. აი მეც გაუგებდნენ უფრო სწორედ რა. შენი აზრით? სულამელაშვილი რა. მე მგონია რომ გიასთან თუ იმ ურთიერთობას დავამყარებთ, ძალიან მეგობრული გარემო შეიქმნება, ძალიან სასაცილო გამოვა. მესამე? თემურჭყვანი. რატომ? დიდი ისტორია გვაკავშირებს არ არსებული ოღონდ რა. რომელიც საინტერესო ლაპარაკი შედგებოდა ჩემი აზრით. მეოთხე? მოდი მე ნატახტავის ცეზარ ჩოშელს ვიტყვი რომ ამერიკოსო გადავაზღო რა. რომ თვად თემურჭყვანიაზე არ ვიყოთ დამოკიდებული. და მეხუთე. ყველაზე მეტად ვინც გაუხარდებოდა ხალხს არის ქიშვარდი. რომელიც იმედია აი მახარამ გააგრძელოს. კაი, მახარას გავაგზელებინოთ პაპაზე. ახალ წელს პახმელიაში მოვა რა. აღარ თავის შეზღუდვები გითხრა სტანზე რო არ ვისაუბრებთ და რაღაცეებია და მოლაპარაკებებზე როგორც კონტრაქტი შედგება აუცილებლად მოვა ქიშო. ქიშვარდი სხვანაირი ტიპია. TikTok-ს თუ იქნება რამდენი ლაიკი? 10000 გული. 200 ლაიკი. ძალიან მარტივი. 10000 გული თუ ექნება, მახარ შეპირდი მაყურებელს რომ ქიშვარდი მოვა. რაღაცა გვერდზე რა მარჯვნივ აი თუ 10000 იქნება, ქიშვარდა აუცილებლად მოვა. თუმცა ქიშვარდა მაინც მოვა.